მადლობა ნაყინოსთვის. არაფრის. აქ ვარჯიშობ ხოლმე? ხო, დილობით აქ დავბრუნე. და ბაზაზე რატო არ დარგიხარ? თქვენთან ერთად ვირბინო, ხო? შერეშვები. სავარჯიშოდ არ ხარ აქ აშკარად. სირბილი მოედანზეც ვეყოფა. უბრალოდ სანამ ვარჯიში დაიწყება, აქ ვსეირნობ. ორგანიზმმა რო გაიღვიძოს. სიმშვიდეში მიყვარს დღის დაწყება. თან ახლოს ხორო აქ. და უქმები როგორ გაატარა? რა ვიცი, ფილმებს უყურებდი და სახლში ვიყავ. კიდე სპორტულები ვიყავ. უი, შენი ანალიზის პასუხები მოვიდა. რა უმერი? არაფერი, ყველაფერი წესრიგშია. სრულიად ჯანმრთელი ხარ. ხო გითხარი სანერვიულო არაფერია. არც ნერვიულობდი. უბრალოდ სირბილის დროს მაინც აქ მაწუხებს. ой, ბაზაზე რომ მივალთ, გაგსინჯავ კარგად. ბექასაც ვანახოთ. კარგი. აქ ნაკები. მეორე ლობა. რა ლამაზი თითები აქვს. კარგია რომ გზელი ჩხლები არ აქვს. არ მოგწონს შილოგიანი გოგოები? ეგ არ ვიცი რა არის. წავიდეთ? ვიყოთ კიდე ცოტა ხანი. გისმენთ? საიდან? ბოდიშე, საიდან ხარ ვერ მივხვდი. ალო, კი, მესმის. დიდი სიამოვნებით. და ანუ რისი რეკლამა არის? რა ხდება უკა? კი, აი იცით რა არის? რაღაც სამშენებლო კომპანიიდანაც დამირეკეს და იმათაც უნდა შევხვდე და შეგეხმიანებით რა. მაგ თემაზე. კი, შევთანხმდებით დროზე. შეგეხმიანებით, მოკლედ მოგწერთ რა დროც იქნება ჩემთვის მისაღები. კი. ლუც როდის აქედან სვავ ბიჭო?
და საერთოდ რა სჭამ რა არის? პირდეჭუti დამაცადებ ლაპარაკობ და რა გჭირს შენ? რა არის, როგორ იქცევი? ელემენტარული ზრდილობა არის. ველაპარაკები ადამიანს. დიახ. რაზე გავჩერდით? კი, არა, პრობლემა. რომელ საათზე? 9:00-ზე უფრო მეცლება. გამარჯობა ლევან. გამარჯობა ნანა. რა გნებავს? ბავშვს ანახავთ მოვედი. ბავშვს არ არის იღავს? ეკა არ არის? არა. მალე მოვა? არა. დანი სად არის? დანი მუსიკაზეა. გაგახსენდა გენაცვალიშვილები რომ ყავს. სხვათა შორის ყოველთვის მახსოვდა. თამაში რატო არ გახსოვდა ვიღაცა შარაშკასთან რომ გავარდი. კარგი ამას დავტოვებ აქ. ეს ეკას გადაეცი თუ შეიძლება რომ ნახოს, კაი? კაი კაცო, არ ჭირდება ეკას ეს შენი სისულელეები, ესე რომ წაიღე საიდანაც მოიტანე იქ. მაგას გადაწყვეტს თვითონ ჭირდება თუ არა. თვითონ არაფერს აღარ გადაწყვეტს. რაც გადაწყვიტა და ცოლად გამოყვა, იმიტომ ვართ ახლა ესე დღეში. როგორ დღეში ხართ? მომის მინაშვილო, მე ახლა შენთან არც ლაპარაკის და არც კამათის ენერგია არ მაქვს. ვეუბნებოდი ეკას ყოველთვის არ გინდა ფეხბურთელი ქმარი მეთქი თქვენ ბურთის და ქალების მეტი არაფერი გიდოთ თავში. ქალბატონო ნანა. არ უნდა ამას ქალბატონო ნანა. იცი რომ მთელი უბანი, არა მთელი თბილისი გიждდებოდა ეკაზე და შენ საიდან ამოგთხარა მე არ ვიცი. ძალიან კარგადაც ვიცით საიდანაც ამომთხარა, მაგრამ არ მინდა ახლა კანაზე ლაპარაკში, ბავშვმა გაიღვიძოს. ლაპარაკით რომ შენც არ გაილექსო ახლა აქ. არა ჩვენს ოჯახში ყოველთვის ქალი იყო ოჯახის ცენტრი, მეც, დედაჩემიც, ეს ეკა რამ გამოაშტერა, პროსტა არ მესმის. კარგი ფიგური ამას დავტოვებ და ეკას მიეცი, კაი? შენ თუ გონია რომ ამ სისულელეებით და საჩუქრებით ისევ ოჯახში შემოძვრები ძალიან ცდები. მოღალატე. მოღალატე ადამიანი კი ოჯახში არავის ჭირდება. როგორ ხარ? რა სახელია? რა სახე? რაღაც არეულობა მიმინაში. დაალაგებული როდის არის მიმინაში? დანის და აკას მოუტანა რაღაცები. მადლობა ვნახა. საღამოს წავიყვან მე დანის. ოკეი. მაიკა უკვე მაგაცი რა? არა, უკვე მაგეთი. უკვე მაგაცი. ო. აა. დედა. მოხდა რამე? არა, რა უნდა მოხდარიყო? ლევანი შემხვდა სადარბაზოსთან. იჩხუბეთ ხო? კაი, ხა მაგას გაუყადრებდი თავს. ბავშვებს მოვუტანე რაღაცებიო. კი, მოიტანე რაღაც სისულელეები. ძალიან კაი.
ერთის იგივე გამეორე რა. შენ უკა ხარ? ლუკა ვარ. ხო რა გადაუ ჩემს მას მეუბნებოდი და არ დამიჯერა. ნიკო. სიკო. ძალიან მაგრა გვეოსები ძმა მიმინა პელე ხარ ჩვენ თვალში. გაიხარით. დრაშ შოა? ხორა ქართველები არ ვარ ძმაო, გაგვიმარჯოს. აი გაგვიმარჯოს. მურა და ერთი ფოტო გადავიღოთ რა ერთად. დავაი გადავიღოთ. ძმურად რაღაცას გეტყვი რა და მაგრა გამისწორდება თუ სწორად მიიღო. აბა გისმენ. აი ვისაც კი ოდნავ მაინც ფუტბოლი ისმის ვაფშე ყველა შეგბალიაში გობს. ევროპის პონჩი კი არა ისე ზოგადად რა. და აი როგორც პატარა ძმას ისე ხო რომ აი ამას თავს გავუჭებ. როგორც სხვა ზოგი ქართული ფეხბურთელი. გაიხარით ძმაო, ბაზარია. შენ არ გძინაოს. სად დაეთრევი ბიჭო? აუ გეხვეწები, ხარ დაიწყო რა შენებურად რა. აუ თავის ტკივილის წამალი არ გაქრიმე. რა? ბიჭო შენ ერთ შეუხედე რა. როგორ იქცევი საერთოდ? შენ ხო გაუბერე საერთოდ ბიჭო? რანაირად მელაპარაკე? მე რანაირად გელაპარაკები? მე როგორ გელაპარაკები ბიჭო? მთელი ღამე გირეკავ ტელეფონს არ პასუხობ. შენთან ერთად მეც გავათენე. ისთვის გადმოხედი აქ გამაკებინე ისთვის? არა, ვარჯიშზე უნდა კონცენტრირდეო, არა? ეს არის ბიჭო შენი ვარჯიშზე კონცენტრირება. ეს არის? ბავშვი აღარ ვარ რა. მართლა? მე თვითონ გადავწყვი და სად უნდა წავიდე და როდის წავიდე და რომელ საათზე ხო და ბავშვი რო არ ახარ მაგას გიხსნი? ბავშვი აღარ ხარ. და თუ გადაწყვიტე სპორტსმენობა მოიქეცი როგორც სპორტსმენები იქცევიან. და შენ გიფიქრია მაგაზე რომ ჩემი შვილი ახალგაზრდაა და გავლა და გასეირნება უნდა ან ვიღაცის გაცნობა. არა! თუ გადაწყვიტე ფეხბურთელობა მოიქეცი როგორც ფეხბურთელები იქცევიან. გასაგებია შენთვის. გავიგე, ვიცი ეგ, მაგრამ ერთხელ რომ გავიდე და გავისეინო რა. არა, იმიტომ რომ ცხოვრება არის დაუნდობელი, არის დამპანი. ერთხელაც იქნება და მოგცხეს ამ კინკრიხოში. ნიცი აქ მარა მარტო. საკუთარ თავზე გამოვცადე ეგ ბიჭო და დამიჯერე. შეიგნი ამ ტვინში. მე ჩემი კითხარი.
მამას გაუხარდებოდა ერთად რომ ვენახეთ. კოტე. ვერც გავიგე როგორ მოხვედი. მამა დღეს 96-ის გახდებოდა. სონა იყოს მამა ჩემს. მიუჯდებოდა პიანინოს და წავიდა. ცხონებული ციელადეი და ცეკვები. ხით. მოყვებოდა მერე თავის ანეკდოტებს. ჩაი და შექსპირი გახსოვს? როგორ არა? მაგას რა დამავიწყებს? შოტლანდიამ შოტლანდია დაარსა. და მისმა დამგრეტამ გრენლანდია. მე ეს გრეტა სხვა კუნძულზე გადავიდა და იქ ეძახდნენ ეს ისლანდიაო და ისლანდია ასე დაასწრა. თვითონ მაგრად ყვებოდა ამას. როგორ არ გადაუღეთ ერთი მაშინ, მაგრამ აბა სანამ ცოცხალია, გონია რომ ყოველთვის ასე იქნება. მე რო წავა გული წყდება რომ რაღაც დააკერე. ისე ვერ მოეფერე. ასე. აბა რა მოიფიქრეთ შენ და რამასმა? კარგი რა კოტე რა. ერთი დღე მაინც არ შეგიძლია რომ ძმები ვიყავთ. სანამ მამის საფლავთან დგევართ მაშინ მაინც. მოხარსულს გიცნობ შენ და რამასაც. წარმომიდგენია რეები ილაპარაკეთ იმ დღეს მე რო გავედი. დიმიტრი, შენ იცი რომ მე არ მიყვარს ბალამუტი. და რასაც გადავწყვეტ, იმას ავასრულებ კიდეც. კოტე რა გინდა? ფული თუ გინდა პირდაპირ გეტყვი რომ არ მაქვს. და მე რომც მქონდეს ასე მოსვლა და ულტიმატუმით საუბარი არ გამოგივარ ჩემთან. იცი შენ. ულტიმატუმით არ გელაპარაკები. უბრალოდ ფაქტს გიფიქსირებ. და სანამ რამეს გადაწყვეტდე შენ და რამაზა, კარგად დაფიქრდით ორივე. რამდენად სწორად მომექეცით გადაწყვეტილებაში ერთიც და მეორეც. ხმეთმა აცხონოს. გამარჯობა. სალამ. ბუდიში რა შეხვედრა გამეწელა და მაგითო დამაგვიანთ. უკა ძალიან მიხარია რომ ჩვენთან ერთად ხარ და ამ საქმეს ერთად ვაკეთებთ. დავიწყოთ არა? დავიწყოთ. ამის გადამყვანი არ გაქვთ? მაკია? კი. მე გავუშვებ მაშინ. შენიც რომ მაკია. ერთი წამით აბა. ისე ძალიან რთული თამაში იყო. კი. არ ვიმსახურებთ წაგებას. რა შვებით ემზადებით გასვლისთვის? კი, ვემზადებით. რამაზი მაინც ასწავლი კაცია რა. ძალიან მიყვარს. კი, გუნჩის ყველას უყვარს ბაბუასავითაა ყველასთვის. სამწუხაროდ გადამყვანი არ გვაქვს. ეს ნიშნავს რომ უფრო გავერთობით ცოტა წარმოსახვა დავდაბოთ და მოგიყვებით, რა ვიფიქრეთ, აქამდე როგორ მოვედით, იმიტომ რომ სადაც ვართ, ძალიან მოგწონს ჩვენ. და შეხვედრის მერე გამოგიგზავნით მაშინ პრეზენტაციას. კი ბატონო, მარტივისკენ. გვინდა რომ დავიწყოთ ყველაფერი ტიზერ კამპანიით, იმიტომ რომ ხალხი თავიდანვე ავალაპარაკოთ, ცოტა რაღაც გაურკვევლობა რა ხდება და ტიზერ კამპანია გვაქვს ძირითადად აუდიოში და დიჯიტალში. თავარი ამბავი, რასაც ვეუბნებით, თავარი მესიჯი ამ ტიზერ კამპანიაში გვაქვს ორი, მაგრამ ერთი ზუსტად ჰოთ-დოგს ეხება. ჯანსაღი, სასიამოვნო და უფრო გემრიელი.
უფრო გემრიელი ცოტა უცნაურად არ ჟღერს? ანუ რაზე უფრო გემრიელი? ხო, მე ცოტა ხმები რა, ცოტა უცნაური. ხო, აი რაზე უფრო გემრიელია, უნდა ჭამდეს. მეც ეგრე მგონია. უფრო გემრიელი. ჯანსაღი სასიამოვნო და უფრო გემრიელი. შეგვიძლია უფრო მოვხსნათ. და როგორ გამოვა? ჯანსაღი სასიამოვნო და გემრიელი. არა, ეგრე რაღაც მშრალია რა. ხო, თითქოს რაღაც აკლია. სოუსი ცოტა დავასვევოთ შეგვიძლია. ტიზერი. მოკლედ, რას ვხედავთ? სახისთან ახლოს, როგორ აქვს, თითქოს უნდა ჩაკბიჩოს რაღაც ძალიან გემრიელი. და არ ვერ ვხედავთ რა არის ეს. ანუ პროდუქტი არ ჩანს? საერთოდ არ ჩანს. ხელები ჩანს, ესე სახისთან ახლოს, მაგრამ ვერ ვხედავთ რა უჭირავს ხელებს. ანუ ბილბორდებზე ეს ხდება და ვიდეოშიც პრინციპში ეს ხდება რა, ანუ იგივე ფუდ სტაილინგი, იგივე გარემო და slow motion-ში ნელა სახესთან მიაქვს რაღაცა, რასაც ვერ ვხედავთ რას, მაგრამ ეწერება აი რა მიყვარს. და მე ყველაფერს ისე ვაგრძელებთ, როგორც წინასწარ შეგითანხმეთ, რომ რამდენიმე ხანში ამოიცვლება ყველაფერი, hot-dog-ი გაჩნდება, იმ ციცახიელ ესექ შეავსებს და ვიდეოშიც იხდება, რომ ლუკა ვარჯიშის მერე შეჭამს hot-dogs. რაღაცა რაც ყველას მოგწონდა იქამდეც, მაგით ვამთავრებ. თუმცა როგორ მივდივართ აქამდე რა, ტიზერი და მერე მთავარი ამბავი. ეს არის სულ. რავი, მე მომწონს. მე ძალიან მომწონს. რავი, კაი. უფრო გემრიელი. ოკეი. უბრალოდ ერთი კომენტარი ის მაქვს, რომ არ შეიძლება ეს პროდუქტი, hot-dog-ი თავიდანვე ტიზერში ვერ ჩანდეს, იმიტომ რომ ორ კვირაში ულანჩავთ ამას. და ტიზერი პროდუქტის გარეშე მე არ დაგვიგვიანდეს გამოჩენა. მეც ეგ ვიფიქრე. ხო, პრინციპში ეს პრიშუს კონტა, რომ თავიდანვე რომ ჩანდეს მეთქი პროდუქტი მეწერა. კი, გვესმის, უბრალოდ აი გათმილკ თუ გახსოვთ კამპანია, ამ სტილში გვინდა რომ გავაკეთოთ ტიზერი. კი, გათმილკი მახსოვს. ვინმე გავაზიარებთ და გაჩვენებთ. მესმის. კარგი, ჩვენ ვიბრეინშტორმინგოთ ამაზე, უკას რომ თავი ამოვაბეზროთ. ლუკა, შენ რას ფიქრობ? რა აზრის ხარ? რა ვიცი, მე მომწონს, უბრალოდ ცოტა უცნაური ის არის, რომ აი ჯანსაღ ცხოვრებასთან რომ არის კავშირში hot-dog-ი, ალბათ ცოტა უცნაურია, მაგრამ რეკლამაა და შეიძლება რა ჩემი აზრით მაინც. ხო, ისე ძალიან გემრიელი hot-dog-ი გაქვთ, მინდა გითხრათ. მართალია ისე, ანუ ჯანსაღი ცხოვრების წესი კი არა, ანუ თვითონ ეს hot-dog-ი რა პროდუქტი. hot-dog-ია ჯანსაღი, ხო? მე მგონი შეიძლება მონას იმუშავოს თავისუფლად. კი, შეიძლება. მართლა კაი hot-dog-ია. კი. მაგას ვფიქრობდი მე. მეკარემ შეიყვანა ბურთი, თქვათ, განაპირა მცველზე, მიცა ამანა, განაპირა მცველზე და ავტომატურად ერთვება. ამ შემთხვევაში შუა მარჯვენა მცველი გადმოდის, მეორე მცველი გადმოდის და აუცილებლად რჩებით სამი მცველი უკან, რომ უკან ბრაბელი არ ყვანდეს. გამორიცხულია და აუცილებლად მოთხოვნა ყველა ვარიანტში, რა თქმა უნდა, ამოწეულები და მანქანები დაცული და ყველანი უკვე ამ შეტევაში, ყველა ჩვენი ადგილები ცენტრალური თავდასხმელი როგორც წესი. ბორბის და თავის ზონას ითვისებს, მოყვება ამას გამთამაშებელი და თავის ზონას ითვისებს, მოყვება ერთი აპორნი თავის ზონას ითვისებს, მოყვება მეორე აპორნი თავის ზონას ითვისებს და რა თქმა უნდა განაპირა ნახევარმცველი, რომელმაც იძაფები მოთხოვნა, რომ დაკეტოს როგორც ითქვიან შორეული ძელი, რომ იქ ჩაწოდებულმა ბურთმა ცარიელი არ ჩაიაროს. და როცა უკვე აქამდე მოვალთ, უკვე აქ აუცილებლად ჩასართავია იმპროვიზაცია და თქვენი ინდივიდუალიზმი, რა თქმა უნდა. დანარჩენს უკვე ჩემზე უკეთესად ბატონი რამაზი მოგახსენებთ. რა ვიცი ბიჭო. სულ მალე დადგება ჩვენთვის ყველაზე რთული გამოცდა. დღეს რო ჩვენ შანსი გვაქვს. ეგ შანსი არ გქონია არასდროს. რთული გზა გველოდება წინ. ისტორიულად ურთულესი გზა. ჩვენ რო გუნდებს ვეთამაშებთ და უნდა ვეთამაშოთ ყოველ შემთხვევაში, ის გუნდები ჩვენზე ფიზიკურადაც ძლიერები არიან, ტაქტიკურადაც.
იცი რა ხდება? ყოველი პასი აქვს გათვლილი და გაანალიზებული. აი პედანტურად. დაფინანსება ჩვენზე უკეთესი აქვს. რა ვიცი, ბევრი და ყველაფერი ჩვენზე უკეთესი აქვს თითქმის. ამიტომ ჩვენ იმათ უნდა დაუპირისპიროთ ჩვენი სტილი, ჩვენი თამაში, შემტევი ინდივიდუალური ფეხბურთი. აი ეს არის მე მგონი ჩვენი გასაღები. ეხლა მე ახალგაზრდა რომ ვიყავი. რა სასაცილოა. იყო ეს დროც. აი მაშინ ჩვენ ქართველებს გვეძახდნენ კავკასიელ ბრაზილიელებს. იცით რატო? თამაშობდით ლაღ ტექნიკურ და შეტევაზე ორიენტირებულ ფეხბურთს. აი ეს არის მე მგონი ჩვენი გასაღები დღესაც. ჩვენ რომ იმას ისევე თამაშობთ, როგორც ისინი თამაშობენ, არ გამოვესახ. ჩვენ ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. შემტევი ინდივიდუალური ფეხბურთი. იფრინეთ რა. დახატეთ რა, ფეხბურთი დახატეთ რა. აი კავკასიელი ბრაზილიელები. აი ეს გახსოვდეთ სულ. აბა თქვენც. გამარჯობა მეგობრებო, მოახოლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო მატჩი. მიმინო უმასპინძლებს მონტენეგროს იადრანვალის ქართული კლუბისთვის ეს პირველი ცდილობაა რომ ევროტურნირებზე მოხვდეს, ხოლო სტუმრებისთვის მე-15 და გახლავთ, რათა ჯგუფურ ეტაპზე გააღწიონ. ჩამოვიდნენ უკვე საქართველოში მეტოქე გუნდის ფეხბურთელები, გამართეს წინა სამატჩო ვარჯიშიც. არის დანაკლისის ერთ-ერთმა ლიდერმა მუხლის არეში იგრძნო ტკივილი და მოკლედ სათულოა მისი შეხვედრაში მონაწილეობა, რა თქმა უნდა დიდი დანაკლისი იქნება ეს იადრანვალისთვის. თავარავ წვრთნელმა წინა სამატჩო პრესკონფერენციაც გამართა და განაცხადა რომ აქამდე საერთოდ არ იცოდა თუ სად მდებარეობდა საქართველო. მოკლედ პირდაპირ ვთქვათ, ზემოდან უყურებენ მიმინოს და ქართულ კლუბს დიდად არაფასებენ, რაც ფეხბურთში ხშირად დამღუპველად სრულდება ხოლმე. ცრუცხრიანის მაყურებელმა კარგად იცის თუ როგორ შეიცვალა რამაზ რაზმაძის გუნდის თამაში, სათამაშო სტილი. მიმინო ახლა თამაშობს უფრო მსუბუქ, ტექნიკურ და რომანტიულ ფეხბურთს, რაც 80-იანი წლების მიშელ პლატინის ფორმაციის საფრანგეთის ნაკრების თამაშს გვაგონებს. და ტაქტიკური თვალსაზრისით ამ გუნდის წინააღმდეგ თამაში რომ ძალიან რთულია, ეს ცრუცხრიანის მაყურებელმა კარგად იცის. დაძლია უკვე მიმინომ პირველი ბარიერი, ორი მატჩის ჯამში კვიპროსური ბარიერი გაიარა. უმატებს გუნდი ნელ-ნელა ვითარდება და რა იქნება ამჯერად. ამ ყველაფერს მოედანზე ვნახავთ. ბატონო ნამაზ. მიმინოს არ აქვს საერთაშორისო ტურნირებში თამაშის გამართლება. და ამასთან დაკავშირებით რამე გადახალისებას ხომ არ გეკმავთ გუნდში. და ზოგადად როგორ აპირებთ ამ საფასურისგებელო გამოწვევას რომ გამოვდათ? ვაცრავთ. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ უდიდესი მიღწევა ის, რაც მიმინომ ჩაიდინა წელს. ჩვენ უკვე აქ ვართ ახლა და ბრძოლის გარდა სხვა არაფერი დაგვრჩენია. მართალია ჩვენ ევროტურნირებზე არ გვითამაშია, მაგრამ ჩვენ ძირითადად გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვს საერთაშორისო ასპარეზის. ჩვენთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის თითოეული ჩვენგანისთვის ცხადია ეს ტურნირი, რადგან ჩვენ არა მარტო გუნდის სახელით, არამედ საქართველოს სახელითაც გავდივართ. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს გულშემატკივრის, რომელიც მუდამ მოწოდების სიმაღლეზე არის და დარწმუნებული ვარ, რომ ახლაც ასე გააგრძელებენ. ბატონო ლეონ, მინდა ვისაუბრო თქვენს ოჯახურ მდგომარეობაზე. წინა სეზონი თქვენთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. როგორც ვიცით, ეს ამბები ჯერ კიდევ არ დასრულებულა. რამდენად დიდ გავლენას ახდენს ეს თქვენს სპორტულ ცხოვრებაზე? იცით, თქვენ რომ ჩვენთან მოდიხართ ხოლმე და კრიტიკულ კითხვებს გვისვამთ. ხო არ გეუბნებით, შემთხვევით სახლში უარი ჩხუბეთ, იმიტომ ხო არ ხართ გაბრაზებული თქვა, ხო? ჩემი პირადი ცხოვრება მეხება მხოლოდ მე. თუ რაიმე სპორტული კუთხით გაინტერესებთ, სიამოვნებით გიპასუხებ. კარგი, ნუ ამით მე მგონი მოვჭეთ, მე მგონი. ჰა? კიდე ხო არ გაქვს რამე შეკითხვა? ისეთი უხერხული. გუშინ რატო გადამაგდე? რაზე? ვარჯიშზე რო არ მოხვედი. დანის ამბებზე დავდიოდი და თან აკას აქვს რაღაც ვირუსი და მოკლედ მაგამებში ვიყავ. ისევ მეტრეველები. არ გინდა რომ ცოტა შენ თავს მიხედო? კი.
თან ნანა რაც ჩამავიდა რაღაცებში მეხმარება. რა შვება ნანა როგორ არის? გერმანიაში გავიდა პენსიაზე და კარგად. ლევანი არ გეხმარება? ლევანი მაშინ არ მეხმარება და ერთად რო ვიყავით და ახლა მით უმეტად. მოსული იყო იმ დღეს. ხოდა მე მგონი მაგრა დაცხეს მაგან და ნანამ. ნანას ლევანი ისედაც არ ევასებოდა, ხა ერთ-ერთზე თუ გამოიჭირა, წარმომიდგენია რა დღეში ჩააგდებდა. ლევანმა გამომიჭირა მე, სხვათა შორის. ვიცოდი რომ რაღაც საინტერესო უნდა მოგეყოლო მე. არაფერი ისეთი. რა ისეთი მოყევი? არაფერი ბავშვთან ვიყავით მარტოები და ხათ უცებ ისეთი მომენტი გაეცრო, რომ საკოცნელად გამოიწია. გაეცრო თუ შენ გააცრე? ანუ მე რა გავაცრე. აბა ესე უცებ გამოიწია საკოცნელად, ეგრე არ ხდება. რაღაც ისე მოხდა უცებ. შეურიგდი? არა. არც გვილაპარაკია მაგაზე. მაგრამ შენც ხო იცი რამდენი რამე გამოვიარეთ. თან ეს ორი ბავშვი. და შეიძლება არ ჯდება ეს ლოგიკაში და თავმოყარე ადამიანი მაგას არ უნდა ამბობდეს, მაგრამ რაღაც პონჩი მიყვარს. მე მგონი კი არა გიყვარს და ლევანსაც უყვარ ხო. უბრალოდ ცხოვრებაა და ხდება ესეთი რაღაცეები რა. არ ვიცი. ძალიან დაბნეული ვარ. ხო და გეტყობა. იცი რა ეკა? ერთხელ ცხოვრებაში ხო შეიძლება შენ თავზე იფიქრო და არა იმაზე დედა რა სიტყვის და მამა რა სიტყვის. მე ლევანის კარიერა, ბავშვები, სულ ვიღაცაზე ფიქრობ. დაიკიდე რა. თუ ცდილობ შერიგებას შეურიგდი. თან შენც თუ გინდა. უბრალოდ კარგად დაფიქრდი, რამდენად გადალახვადია ის რაც გააკეთა. და შენი თავიდან გამომდინარე იფიქრე და არა დედა რა სიტყვის და მეზობლები რა იფიქრებენ. არ ვიცი რა. ისე ის გოგო რა შვება? პორტუგალიაში გადავიდა საცხოვრებლად. შემხვდა იმ დღეს ინსტაგრამზე მაგის ფოტოები. კაიფი დიო. წყალი არ გინდა? არა. რა მინდა? გასახდელშია უკვე და სადაც ამ მოედანზე გავლენ გასახურებულს. მიდი რა. მიდი რა გუდო ბიჭებს მიხედე რა. არ მოდი ხარ ამას? იგი წადი და მოვა. მოხდა რამე? არაფერი რა, რა უნდა მომხდარიყო? არ ვიცი. შენ გეკითხები, ხო შედობა? იმ შედობა, მაგრამ არ ვიცი ბიჭო, რა გითხრა ისე. რაღაცა თითქოს ყველაფერი კარგადაა და რაღაც გვაკლია. ფიზიკურად ზად ვარ, ტაქტიკურად, ტექნიკურად. რაღაცა გვაკლია. არაფერიც არ გვაკლია რამას რა. უბრალოდ ერთი შენებური შეძახილი უნდა და ეგაა რა. ეგ კი კაცო, ვიცი ახლა ბიჭებს რა უნდა უთხრა. ასაგებია ხო, მაგრამ არ მუშაობს ეგ ჩემი ემოციური ლაპარაკი გესმის შენ. ეგ სიტყვები თითქოს ნათქვამება, გუშინ უთხარი, გუშინ წინ, იმის წინ, დღესაც იგივეს ხომ არ ვეტყვი. რამას აქამდე თუ მუშაობდა, ეხლაც იმუშავებს რა. დღეს ისეთი თამაშია. არა, ბიჭებს мотиваცია კი არ აკლიათ, მაგრამ აი ერთი შენი სიტყვა აი ძალიან მაგარი იქნებოდა რა. ვიცი, ხვდები? ანა არ ხვდები კაცო, მაგრამ რაღაცა არ ვიცი რა. ვიცი რა არის? რაღაცა ენერგია ბიჭო გაფანტული. ესმის
და აი ამ ენერგიას უნდა რაღაცა ახლა ესე თავმოყრა უნდა რაღაცა არის საჭირო ისეთი რაც მოგვაგებინებს ამ თაბას არ ვიცი რა რა ეს რთნელი რა საცემი ყავ რა რა იყო კაცო გასახდელში რატო არ არის ჩაიო მე მიუტანე კაცო მიუტანე კაცო და ისო არ მინდაო ისო რა ქვიან პაკეტისო ეგერ არის დასაკეთებელი და დაწაუღე მიმაქვს ხო გურმან ხო ერთი შენ რა გამიგეცი ფელიქსას მიმინო ყავს თუ არა ბიჭო ჯე ნადირობის სეზონი არ არის და შეიძლება არ ყავდეს შენ გამირკვია რასაც გეუბნები არის ჩაი არა ჩაი მომისმინე რა მას თელი კვირა ვაკვირდებოდი ბიჭებს ვარჯიშებს არა ძალიან სერიოზულად მიუდგნენ საქმეს და თავიც არ დაუზოგიათ რა ეხლა შენ უნდა შეხვიდე გასახდელში და შენებურად უნდა დაანთო ცეცხლი იქ და ყველაფერი რიგზე იქნება რა დამიჯერე იბაბანო თუ ეყოფა ეყოფა რამას არქი წავედით საღამოშვიდობისა ვისხებთ მორის პირდაპირ რეპორტაჟს მიმინო მონტენეგროს ჯარდან ვალი შევადგევი ზედაპირები გესმით ჯაბნიან მოკლედ პირველ ტაიმში არჯენა
უშვით. და აი ძალიან სახიფათო მომენტი და სამწუხაროდ ანგარიში გაიხსნა. ანგარიში გაიხსნა, გაგვიტანეს მონტენეგროელებმა, ეს გააკეთა მილიჩა კოვაჩევიჩმა. Ну, რა თქმა უნდა, ეს არის დიდი იმედგაცრუება. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ეს არ იყო ლოგიკური თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე. აშკარად დაგჩაგრა პირველ ტაიმში სტუმარმა გუნდმა. ну ყოფილა ესე თუ სიტუაციაში 2 წუთია დამატებული შეხვედრის პირველ ტაიმს დააკარგეს ბურთი კიდევ ერთი მიუტევებელი შეცდომა შორი მაძული და ძლიერი დარტყმა და კარგია ამ ეპიზოდში ჩვენი მეკარე გადააგდო ბურთი მოედნის ფარლებს გარეთ პირველი ნახევარი ამით დასრულდა ვაგებთ ანგარიში 0-1 ნახოთ მეორე ტაიმის გუნდად ჩამოყალიბდა მიმინო და ნახოთ იქნება აქაც შეიცვალოს სათამაშო სურათი. პირდაპირ გეტყვით ბიჭებო. არ იყო ეს კარგი ტაიმი. საკუთარი თავის არ გჯერათ? მუხლები გიკანკალეთ ბიჭო. კი, კარგი გუნდია, მაგრამ არც ისეთი ახლა ის რომ მაგათთან მოგება ვერ შეძლოთ, მით უმეტეს საკუთარ მოედანზე. ვიცი მე, რომ აქ ქვეყნის სახელი და ღირსებაა სასწორზე. და მე უფრო მეტი ტვირთია თქვენთვის და უფრო მეტ დაძაბულობას გბატებთ. მაგრამ გულშემატკივარი თუ ხედავს, რომ გულით თამაშობთ. თუ ხედავს იმას, რომ სულ შეტევაში ხარ, თავს არ ზოგავ, დამიჯერეთ რა. წაგებასაც გვაპატიებს. ამიტომ გადით მინდორზე და გაერთეთ რა, უბრალოდ გაერთეთ ბიჭო თამაშით. ითამაშეთ ლაღად, ითამაშეთ აი ერთმანეთის სიყვარულით, აი მართლა ითამაშეთ რა, ითამაშეთ ფეხბურთი. ფეხბურთელის კარიერა ძალიან სწრაფად გარბის და გადის. თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებთ. მაგრამ ბიჭო დამიჯერეთ იცით რა უცბად მოვა ის დრო. როცა მოგენატრება რომ ნეტაი 5 წუთით გამიყვანა ახლა მინდორზე და დააბძღუნი ყველაფერსო, მაგრამ არ იქნება, გვიან იქნება. ოღონდ გვიან არ არის დღეს. აი ახლა, აი ამ წუთში გადით მინდორზე. ითამაშეთ ბიჭებო, ისე ითამაშეთ, რომ თქვენი შვილები, თქვენ შვილიშვილებს უყვებოდნენ დღევანდელი თამაშის ამბავს. თქვენ იცით რა, აბა თქვენ იცით. მიმინოს გაუმარ! ჯოს! გაუმარ! ჯოს! უმარ! ჯოს! აუმარ! ჯოს! Алло. Алло. Გავარჯო. შენ ახარ გუგა? კი. დამალაპარაკე მამა. ოტე გირეკავენ. გისმენ. როგორ ახარ ჩემო ძმა? გაუმარჯოს, არა მისებს, რა ხდება? რა ხდება ძმაო, დღეს სახლში დამადგენენ დილით, ფულს ითხოვენ, თავიანთი ფული უნდა ძმაო. უთხარი იქნება თქო რა. ასე ქვია, ფული მალე იქნება, ფული უნდათ ეხლა ძმაო. შენ მომისმენი აქეთ
შენ ეგ მაყუთი თუ არ გქონდა და საჩალიჩო გქონდა. რატო არ ჩააყენე ხალხი საქმის გულში, ა? თვითონ გადაწყვიტავდნენ მე. ეხლა რა გამოდის ჯოხი უნდა გადაწყვიტეს ჩემზე, ხო? შენ რა გენაღვლება? საფრთხის იხარ შენთვის თბილად, კბილად, შენ შვილთან ერთად ჯამრთელად. შენ ბიჭო შიქხო არ აგაგ. რა შვილთან ერთად? შენ ძმაო ჩემიანი ხარ, შინაური ხარ. და მინდა რომ მთელი ცხოვრება ჯამრთელი იყოს შენ შვილთან ერთად. შენ ცოტა აზზე მოდი, გაიგე? და შეეშვით ეგეთ ბაზარს. თორე გამოგჭამ ტყელს. რა გაყვირებს ერთი მითხარი? რა შუაში აქ ბავშვი და შვილი რა შუაში? მე შენი ჯამრთელობა არ მინდა ძმაო რომ შეირიღეს. კაროჩე მოკლედ მომისმინე ახლა დღეს ხვალ. გადავაგორებთ ამ დღეს და ხვალ. მაგრამ იმათმა თუ მოქმედება დაიწყეს, ხო იცი? მე ვეღარ შევაჩერებ. ამიტომ გაითვალისწინე, ხო იცი ვინც არის? მაშინ საიწყება მატჩის მეორე ნახევარი, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს დღე ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის არ ვიცი, რა უთხრა. ბატონმა რამაზმა გუნდს, კარგი мотиваტორია ის. კარგი мотиваტორია, საჭირო სიტყვებს იპოვიდა ალბათ. მურმან ჯიგარი ხარ, მურმან. მაგარი ხარ ბიჭო. შენს გარდა აღასვენები მოიგრება. მიმინოს კადრებით გადაიფრინა მიმინომ სტადიონის თავზე და მან რა მუხტი დაატრიალა ხედავთ სტადიონზე. ფეხბურთელებსაც გადაედება თუ არა ეს მუხტი, დაიწყო შეხვედრის მეორე ნახევარი, შეხვედრის მეორე ტაიმი დაიწყო ცვლილებით. ზენდაიას ნაცვლად არშიბაია ითამაშებს დღევანდელ შეხვედრაში. უნდა გააქტიურდეს მიმინო, ასეც ხდება მეორე ტაიმის დასაწყისი. პირველი კარგი შეტევის შანსი მაკარაძე მარჯვენა ფლანგზე გავაკეთა გადაცემა, აუძზე გადააგდო ბურთი კრასნიჩიმ. უცდელებს ხედავთ, რა ვიცი, ვაბანგზე შეიძლება წასვლა ბოლო წუთებში ალბათ. მაგრამ იქამდე ჯერ მივიდეთ. თქილად უნდა ვიყოთ რომ მეორე ბურთი წარმივიღოთ საკუთარ კარში, კარგი კომბინაციები, გაშლა ალბათ უფრო თამაშის სატირო, ჩაწოდება საჯარიმოში. სახიბათო მომენტი დარტყმა კარის მიმართულებით არა. ცუდად დაარტყმა ამ ეპიზოდში. თავდასხმელმა და ბურთი აცდა დიდი მანძილით აცდა ჯარდან ვალის კარს. კიდევ ერთი შეტევა მარცხენა ფლანგიდან. ძალიან აქტიურია მარცხენა ფლანგი, სახიბათო მომენტი ცარიელი კარიდან გამოაქვს ბურთი ნიკოლაი ვუჩაიც. ასე რომ მეორე ტაიმი გავს არა, წინა თამაშის დასაწყის სრული უპირატესობა უკვე მიმინოს მხარეს. ერთ-ერთი უიშვიათესი იყო შეტევა მარჯვენა ფლანგზე გადაიტანა ბურთი დუკანოვიჩმა. დერიშაი თამაშობს ფლანგზე, კარგად კომბინირებენ, მიიწევს დერიშაი, ჩაწოდება საჯარიმოში, კარგია, მეკარი კარგად თამაშობს, რულად გამოვიდა კარიდან, ბურთს დაეუფლა. კიდევ ერთი შეერიში, ცოტა მოდუნდნენ ჩვენები უკვე, მოაშიშვლეს უკანა ხაზი, რაც არაფრით არ შეიძლება, აქ კარგი იყო მაისურაძე, რომელმაც გადააგდო ბურთი მოედნის ფარგლებს გარეთ. ცვლილება ასევე მონტენეგროელთა შემადგენლობაში, მეათე ნომრით გოიამ პეროვიჩი შემოდის მოედანზე. აი ცოტა დავთმეთ უპირატესობა, ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია, დაღლა არ ეთხოვათ. მოედნის ცენტრში ვაკონტროლებთ ბურთს, საკუთარ ნახევარზე დაიხია უკვე მონტენეგროს გუნდმა მთელი სრული შემადგენლობით რისკის თავიდან ასაცილებლად და ეხლა ძალიან სახიფათო შეტევაა ჩვენი გეგენავა. დარტყმა შორი მანძილიდან სარიელ კარში და აგარიში გათანაბრდა. იდეალური დარტყმა გამოვიდა. ბრწყინვალედ ვითამაშეთ ამ ეპიზოდში. რა კარგად გაერკვა სიტუაციაში. გეგენავა ქვეიდან ამოარტყა ბურთს, ფეხი გადაუგდო თავს ზემოთ. ჯარდან ვალის გამოსთვის მეკარეს, აი განმეორებით სხვა რაკურსით ეს ეპიზოდი ბრწყინვალეა. 1-1 ანგარიში გათანაბრდა. ბრავო. მიმინომ კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ არის მებრძოლი გუნდი და ბოლომდე იბრძოლებს. და შეხვედრის ბოლო წუთი დაიწყო. ძალიან დაძაბულია სიტუაცია. მონტენეგროელები არჩევანის წინაშე არიან, დაამთავრონ თამაში, აკონტროლონ ბურთი საკუთარ ნახევარზე, თუ გარისკონ მაინც გადაცემა მარჯვენა ფლანგზე, აი ბოლბოიში აქვს ბურთი სწრაფად და კარგი შეტევა შეიძლება გამოვიდეს.
რიცხობრივი უპირატესობა აქვს მიმინოს ფეხბურთელებს დარტყმა გოლი გავიდა ბურთი გავიდა ბოლბოის დიდი მადლობა განსაკუთრებული მადლობა გაზამ კი გაიტანა და მიმინო იგებს ამ შეხვედრას ანგარიში 2-1 საფინალო სასტვენი ბრავო მიმინო შესანიშნავად ითამაშა დევანდელი შეხვედრის მეორე ტაიმი, როგორც ვთქვით, მეორე ტაიმების გუნდად ჩამოყალიბდა მიმინო. ვილოცავ თქვენ, ვილოცავ რამაზ რაზმადეს, ვილოცავ ფეხბურთელებს. ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოიგო მიმინო. ოიგე, ფეგა.